ქართველი ემიგრანტის ახდენილი ოცნება ვილიარეალის მეკარემ საქართველოს ფორმით ითამაშა. საქართველოს ნაკრების მაისურით კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტის დებიუტი შედგა, ასე გამოეხმაურა ნომად სპორტსი მონტენეგროსთან ამხანაგურ მატჩში საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებში დავით ხვარძელაშვილის პირველ თამაშს. იგი 17 წლამდე ნაკრებში ადრეც გამოიძახეს, მაგრამ ემიგრაციაში ცხოვრების და საბუთების მოუწესრიგებლობის გამო ჩამოსვლას ვერ ახერხებდა. 3 წლიანი ცვალების შემდეგ ბიუროკრატიული ამბებიც მოგვარდა და ახალგაზრდა მეკარე სამშობლოს დაუბრუნდა. იყო კიდევ ერთი დაბრკოლება, ბოლო 4 თვე წელის ტრავმის გამო ესპანური ვილიარეალის ახალგაზრდა მეკარე ვერ ვარჯიშობდა. ერთი თვეც არა, რაც მოედანს დაუბრუნდა. იგი ივლისის დასაწყისში ნაკრებს შეუერთდა. წელი ისევ სტკიოდა, ნაკრებში გამოყუჩებელი ნემსების დახმარებით ემზადებოდა. მონტენეგროსთან გამართული 2 ამხანაგური მატჩიდან მხოლოდ მეორე თამაშის მეორე ტაიმი ითამაშა. გაუშვა 1 გოლი, გააკეთა 1 წდ ასისტი, წერია გავრცელებულ წერილში.